ბაზის გაჩეხვის ფაქტს კახეთში პოლიტიკურ შეფასებას აძლევს გუბერნატორი კარნახში ჩასული ირაკლი შიოლაშვილი ამტკიცებს, რომ მევენახემ ჟურნალისტების შეცდომაში შეიყვანა, რადგან მან მედია არასაკუთარ ვენახში, არამედ მეზობლის კუთვნილ ნაკვეთში მიიყვანა, სადაც მისი ინფორმაციით ძველი ნერგები გაჩეხეს. მწუხნებული ამტკიცებს, რომ მეპატრონე აქ ახალი ვაზის მოყვანას აპირებს. მისივე ინფორმაციით გელა გრიშენკომ მიღებული მოსავალი 4 ტონა რქაწითელი 18 სექტემბერს ჭანდარის ღვინის ქარხანაში 70 თეთრად ჩააბარა. შიოლაშვილი ამბობს, რომ გლეხი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია. კახეთში ვაზი არ გაჩეხილა. და კახელი გლეხი ვაზს არ ჩეხავს. თუ ვიღაცა მიზან მიმართული. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზან მიმართული. სასახად შემიძლია თქვა. კადრებში ჩანს, როცა ოპერატორი ეუბნება, რომ მოიცადე ჯერო და ეს ამზადებს იმას და სანამ ოპერატორი არ ეთქვის, რომ მიდი დაიწყეო და იწყებს ამ პერიოდში ზუსტად გაჩეხვას. ეს არის გაკეთებული იყო სწორედ სატელევიზიო თემისთვის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნიშნით. ამ დარგის გასაჯანსაღებლად მთავრობა აკეთებს ყველაფერს. 35 თეთრს თეთრ ყურძენზე უხდის სუბსიდიას. უკვე ძალიან დაძველებული იყო, აქა-იქა იყო ვაზი. და ეს იყო კომუნისტები დროი აშენებული ვენახი და შიგ საფერავი წერია რა, ყველანაირი ყურძენი და უკვე ძალიან ბიზოლებული იყო, აი ვაზი აქაყრია, ხედავთ ძველი გაკაჭულია, ხმელი აქვს ფოთოლი. გაკაჭა რომ მოეხნავს და ახალი ვაზი უნდა ჩაყარო, ხაწითელია.